გამარჯობა, მე ვარ გეომინიქრებს სერვერ არწეკილიუას თავარი ადმინისტრატორი და დღეს გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ საკუთარი ტელევიზია, რომელიც იდება ან ჩვენ საიტზე, შეიძლება სხვა საიტებსაც შევთავაზოთ, მაგალითად MyVideo GIFs. ესე იგი, ყველა საიტს, ყველა ტელევიზიას აქვს თავისი VTMS სერვერი და ეს სერვერი უნდა მოვიძიოთ სხვადასხვა საიტებზე დარეგისტრირებით, ანუ ჩვენი საკუთარი სერვერი იქნება. პირველ რიგში უნდა შევიდეთ Instagit TV-ში, რომელშიც უნდა დავრეგისტრირდეთ. დარეგისტრირება ძალიან მარტივია. და როცა დავრეგისტრირებით, გავიხსნის ჩვენ პროფილს და ასე რაღაცას Go Live Now, ანუ ლაივში გაშვება ახლა. ესე იგი, ამაზე დავაწყებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეთერში გასაშვები, ლაივში რამე ვიდეო გავხსნათ, ან ფილმი, ან თამაში, ან გამოსახულება, ყველაზე კარგი გამოსახულების გამშვები არის Wirecast-ი, რომელიც გადმოსაწერ ლინკსაც დავდებ ვიდეოს მოავალებით. ესე იგი, გავხსნილა ასე რაღაც და მივცემ დათანხმებას. აი, ესე იგი, როგორ გავხვალ ლაივში. მე უკვე მაქვს ეს პროგრამა Wirecast-ი და StreamKey, ანუ ჩვენი პროფილის ლივეთის კოდი. ესე იგი, ამას მოვნიშნავთ, ანუ ჩავაკოპირებ. მოვნიშნავთ. დავაკოპირებთ, დავუჭერთ, აი, როცა Wirecast-ი აი ასეთია და დავუჭერთ StreamKey. VTM სერვერი და აი StreamKey-ის ადგილას უნდა ჩავაკოპიროთ. აი, ჩავაკოპირეთ. ეხლა ეს ჩავკეცოთ. და უნდა მოვნიშნოთ VTM სერვერები. აქ ძალიან ბევრი VTM სერვერები, ამიტომ მე ყოველთვის ნიშნავ პირველს. აი გავხსნით და ადრესის მაგალითად ჩავსვათ. ესე იგი, აქ user agent-ში ჩავსვათ PMLE 3 და მივცემთ OK-ს. ესე იგი, ეს უკვე StreamKey-ში გაშვებულია, მაგრამ ის არის მხოლოდ Instagit TV-ზე, ანუ ჩვენ არხზე, ჩვენ პროფილზე. და ეს რომ ანუ ჩვენ საიტზე დავდოთ, მაგალითად მე მაქვს ჩემი საიტი გეომინიქრებს სერვერ არწეკილიუა და ამაზე მე უკვე დადებული მაქვს. და ამიტომ ცალკე გვერდზე შევქმნათ პანელი, ანუ ცალკე გვერდი შევქმნათ და იქ უნდა ჩავაკოპიროთ iframe. ანუ ეს. და ეს არის ჩეტი. ანუ რო დაწეროთ, ანუ ეს ჩეტი თქვენ მომსახურებაში იქნება და ყველაფერი შეგვიძლია ამ ჩეტში ჩაწეროთ. აი მე ეს უკვე დადებული მაქვს ჩემს საიტზე და აღარ დავდებ და ახლა განახილს მუშაობს თუ არა. რომ მუშაობს საჭიროა, ანუ ჩვენ კომპიუტერში გავიჭედავს, ანუ როცა შევხედოთ ეს გაჭედილი იქნება. ვიდეო ჭედავს ჩვენ კომპიუტერში, მხოლოდ ჩვენში. ანუ აქ გაჭედავს და სხვის კომპიუტერში არა. ანუ სხვისი კომპიუტერი თუ შევალთ, ყოველთვის ჩართული უნდა გქონდეს და ახლა დავით თუ როგორ გავუშვათ ლაივში რაიმე ვიდეო. მაგალითად, აი აქ მოვნიშნავთ ამას და აი ამას მივცემთ, ანუ ბრძანებას და დავამატებთ ვიდეოს. დავამატებთ ვიდეოს და ნებისმიერ ვიდეოს დადებაში მიწვია. მაგალითად, მე მაქვს ჩემი ტელევიზიაში ხდილი, ინტერნეტ ტელევიზიაში ხდილი Minecraft TV. შევდივართ ვიდეოში და ვნიშნავთ რომელიმე
აი დადებულია, ხო, ეხლა მოვნიშნოთ ამას და მივცეთ ლაივში გაშვებას. აი ის უკვე ლაივში გაშვებულია. თქვენ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ მას. ოღონდ თუ უნდა შეხვიდეთ თქვენ საიტზე, ან თქვენ სადაც დადებთ ამას. ყველა არხს, იმედს, რუსთაველს ყველას DTM სერვერი აქვს. და მაგ ვიდეოშიც ასე. აი ლაივ დადე. ნახოთ. აქ ცოტა გაჭირავს ბოდიში, იმიტომ რომ ჩემი კომპიუტერია და ინტერნეტის კარგი არ მაქვს. ნახოთ ის.